მე მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უბრალოდ მთავრობის მესვეურებს და არაფორმალურ მართველს მემართავ ეხლა. თქვენ თუ ქვეყნის საქართველოს მტრები არ ახართ. ამ უსაშველო რთულ სიტუაციაში სად მოძებნეთ ეს ჩამოყალიბებული ბატი, რომელიც ქვეყნის პირველ დიპლომატად აქციეთ და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააბარეთ. თქვენ ხართ საქართველოს მომავალზე მაფიქრალი ხალხი? ეს კიდე გეუბნებით, არ ვეხები მის პიროვნული ადამიანი საერთოდ აზრზე არ არის. არა მარტო რა ხდება, მან იცის დაზეპირებული რამდენიმე სიტყვა ჩვენი კოლეგები თუ ჩვენი პარტნიორები ევროპაში და ევროპული ინტეგრაცია და ესე აი მეტი ამას. Parnisha colossально. ხო, ესე იგი, რა გინდათ, მასხრად იგდებთ ქვეყანა? არ გეუბნებით სწორს? ესე იგი, შეგნებულად აკეთებთ, ხო სწორია? გასაგებია ამ ხელა თანამდება, ეს არ არის უბრალოდ. საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა ქვეყანაში, ყველა სადაც თავის პატივმცემელი ხალხია, ყველა ქვეყანაში არიან ძალიან ნიშნავანი ფიგურები, იმიტომ რომ ისინი სხვა პოლიტიკური ხერხებით ახერხებენ ქვეყნის ინტერესებს. მანახეთ ერთი რა ინსტრუმენტი გააჩნია ამ საცოდავ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც იმდენი ჭკუაც კი არ აქვს, რომ ამ თანამდებობაზე არ დათანხმებულიყო, იმიტომ რომ ეს მისი ადგილი არ არის. აი, რა გვინდა ჩვენ? ბატონო, რომც იყოს ეს ქალბატონი, მოდით ნუ შევეხებით მის პიროვნულ თვისებებს. არა, რომც იყოს ჭკვიანი ისეთი ნებისმიერ სხვა ადამიანს, ნუ თქვენი შეფასებით უფრო ღირსეულსაც ეკნება მოქმედების თავისუფლება ამ თანამდებობაზე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში? მოდით ასე ვთქვათ, ნახეთ, ძალიან კაი კითხვა დაცვი, მე ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რა კი ყველაფერი ამ საშინელი ბნელი კუნჭულებში ნამყოფი ვარ და ვიცი ყველაფერი თამაშის წესები და ვიცი როგორ არის. თუ შენ გაძლევენ მინისტრად წამოყენების წინადადებას, თუ შენ პიროვნება ხარ, თუ შენ პოლიტიკოსი ხარ, თუ შენ საკუთარ თავს წემ და შენს ოჯახს, შენს მამას, შენს ბაბუას წემ პატივს, სადაც გაიზარდე. მე რასაც უყურებ, ამა დედმამა და ბებია ბაბუა არ ყოლი, ესენი პრიუჩი გაზრდილი ხალხია ყველანი, რომელსაც სამშობლო არ იციან. მაშინ შენ უნდა დაცვა წინადადება, რომ თქვენ როგორც ღირსეული კაცი არ დაარღვევთ თამაშის წესებს, მაგრამ თქვენ კომპეტენციის ფარგლებში თქვენ გექნებათ შეთანხმებული თავარი სტრატეგიული მიმართულებები განახორციელოთ იმ ინსტრუმენტებით, იმ ცოდნით, იმ კადრებით, რომელსაც თქვენ შეარჩევთ. თუ თქვენ გეუბნებიან, როგორც ახლა არაერთმა მინისტრმა უთხრა საერთო ნაცნობები ყველა, მე აქ იმიტომ დამცეს არაფერი ვაკეთო, თორე საქმე რო გავაკეთო, ხვალვე მომხსნიან აქედან. გამიგეთ? თუ შენ მიდიხარ ამაზე და მიდიხარ მარიონეტად, მაშინ ორმაგად დამნაშავე ხარ, თუ შენ ღირსეული კაცი ხარ, შენ მიხვალ პირობით. ეხლა ერთ მთავარ თეზის გავახმიანებ მე, რომელიც მინდა ჩვენმა ძალიან გონიერმა, ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი, ფანტასტიკურად გულიანი გონიერია. მართალია, ძალიან კარგია, რომ ბევრი იდეოლოგიით განადგურებული ადამიანი უსმენს და ზოგიერთი ვერ იკავებს თავს და შემოხტება და რა ქნას არ იცის. გამიგეთ ხო? მოდით პირდაპირ ვთქვათ. თუ თქვენ თანხმდებით იყოთ არარაობა და უზარმაზარ თანამდებობაზე აკეთოთ ბევრი ფული, ფანტასტიკურად კარგად მიდის ამ ხრივ საქმე. 12 წლის არაფერი არ ქონდათ, ეხლა ვილები აქვთ, ფანტასტიკური სახკარები აქვთ, დასავლეთშიც, მათ საყვარელ ევროპაშიც კარგი
აპარტამენტები აქვს, ზოგს დიდი ვილებიც აქვს, მაშინ თქვენ უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებთ საკუთარ ქვეყანაზე. თქვენ ვნებთ საკუთარ ქვეყანაზე. აი ეს არის ჩვენი შეფასება. თუ ვინმე მეტყვის არა, კარგია, მარიფათიანი კაცია, კაცო, ნახე რა კარგად გამოიყენა თანამდებობა, ეგ ნახე, მიდგა, მოდგა, შნოიანი კაცია, აბა ეხა შენ ხო არ გავს ყველა, ხო, ესე ახირებული ვერაცა, ხო? მაგ შნოიანი ხალხი რომ მოგწონთ ქართველების იმ ნაწილს ვეხე, იმიტომ აქ ქვეყანა დაქცევის პირას რო არის მისული, მაგრამ კიდე გეუბნებით, ყველაფერს აქვს დასასრული და ამ განუკითხაობასაც საქართველოში აუცილებლად ექნება დასასრული.